ღვთისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ილოცავ დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს, დღესასწაულს. ეს არის ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული და ეს ჩვენი დღესასწაულია, ჩემო ძვირფასებო, ქართველთა, რადგან მართლმადიდებლობისათვის თუ ვინმე თავი დადო, ქართველობამ დადო. როგორც ეს ისტორიიდან ნათლად ჩანს და მოდით აი ესე დავიწყოთ დღეს და ჩვენ ხშირად გავიკეთებია ესეთი რამ, რომ მართლმადიდებლობის ზეიმი აღნიშნია ლუისურნისის კრების ოქმების, კანონების, ისტორიის მიხედვით. ეხლა სხვა რაკურსით მინდა მე წარმოვაჩინო. რა არის მართლმადიდებლობა? ლუისურნისის კრების მიხედვით, აი მე რასაც ეხლა ამოვწერ 4 თავს რა არის მართლმადიდებლობა? ეს წერია ლუისურნისის კრებაში, ეს აი ესე განიხილეს ქართველებმა. პირველი მართლმადიდებლობა ეს არის სულიერი מחმილი, რომელმაც მოსპო გონება არეულობის ყველა ნაყოფი. ანუ სარწმუნოების ცეცხლი, სულიერი מחმილი, ანუ სარწმუნოების ცეცხლი. გახსოვთ თქვენ მაცხოვარი ამბობს სახარებაში მოვედი მოფენა ცეცხლისა, ხომ გახსოვთ ეს? აი ეს რა ცეცხლი, ეს არის ის ცეცხლი, რომ მაცხოვარმა დაწვა ყოველი ბოროტი იდეა, ყოველი ბოროტი ეშმაკეული აზრები და ასე შემდეგ და მოეფინა მთელი ჭეშმარიტება, მოეფინა მთელ სამყაროს. მეორე, როგორ ახასიათებს ლუისურნისის კრება, როგორ ხსნის რა არის მართლმადიდებლობა? მართლმადიდებლობა ეს არის ჯვრის სახნისი, რომლითაც კეთილმსახურების თესლი დაითესა და აღმოცენდა ღვთიური მშვენიერება, ერთი ჭეშმარიტი ღმერთის მსახურება, რასაც ვაკეთებ ჩვენ აი აქ ეხლა რაც ჩავატარეთ ჩემო ძვირფასებო. მესამე, როგორც განმარტავს ლუისურნისის კრება, მართლმადიდებლობა ეს არის განმანთავისუფლებელი ძალა. ეს პირდაპირ ესე წერია, იქიდან ამას გამოწერია. ამ ქვეყნიური მონობისა სოდვას დამონებული ადამიანის. მართლმადიდებლობა ეს არის განმანთავისუფლებელი ძალა, რომელიც მონას ადამიანებს, მონა და ცოდვით დამონებულ ადამიანებს, ესე იგი ათავისუფლებს. და მეოთხე, ეს არის მამხილებელი სიბრძნე, რომელმაც ამხილა ელინური ზღაპართმწერლობა, ანუ ძველი ფილოსოფია, რაც ჰქონდა წარმართულ სამყაროს. ჩვენ შეგვიძლია ახლა მართლმადიდებლობა კიდე სხვა ეპითეტებით შევამბობთ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ აი ამ 4-ის ქვესიმრავლე იქნება ის, რასაც ვთქვათ აი ახლა ვიტყვი. მართლმადიდებლობის სინონიმებია ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ნამდვილი ქრისტიანობა, ქრისტიანობის ნამდვილი სახე, პირველ ყოფილი, ღვთაებრივი მოძღვრება, ძველი აღთმის ჩრდილის ახალ აღთმაში განხორციელებული სახე. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთს აქვს ესეთი აზრი, რომ აი ძველი აღთქმა ეს არის ებრაელებისთვის, ეს გამორიცხული ამბავი. როგორ შეიძლება ნიკერძოებით იყოს ებრაელებისთვის, ღმერთი იყოს ნიკერძოებით ვინმეს. მაგრამ რატომ მოხდა ებრაელების არჩევანი, ეს არ დარჩეს რაღაც ესე გაუგებრა და ვინმე არ იფიქროს, ღმერთმა აი ებრაელებს ნიკერძოებით მიანიჭა. აი როგორ იყო ჩემო ძვირფასებო, დასაწყისში შეცოდა ადამი და სატანიზმი ჩაიგდო, სატანას თაყვანს. მერე შეცოდა, მერე შეინანა ადამი, მაგრამ შეცოდა მერე კაინმა, მოკლა ძმა. მერე როცა სეითი შთამომავლები ღვთისკურთხეულად ცხოვრობდნენ, ხოლო კაინის შთამომავლები ანტიღვთიურად, ესე იგი ღვთის საწინააღმდეგოდ წრეებით ცხოვრობდნენ და მერე შემდეგ მოხდა შეერთება. ანუ აირია ყველაფერი. და ანუ სეითის შთამომავლები შეერდნენ კაინის შთამომავლებს და ისევ აირე და იბადებოდნენ გოლიათები და ეს გოლიათები
აი რა იყო დასაწყისშიც მერეც და ეხლაც რა არა გოლიათები ჩაგრავდნენ განსაკუთრებით მოხუცებს, შობლებს. ეს უდიდესი ცოდვაა ჩემო ძვირფასი. არანაკლებ რუშობაზე, კაცისყლაზე, აი მე ეხლა ვფიქრობ, უფრო ეხლა მოვდივარ ასზე, რომ რამდენი მოხუცი მიზიარებია და ზოგი მოხუცი ტიცრები ტიროდა, რომ ჩემი ახლობლებიო, ანუ შვილებზეა ლაპარაკები, ძლებზე ძალიან ცუდად მეკცევია. მე მაშინ რაღაცა ვერთობდი, არა უშავს მიუტენე, უყვარხარ რაღაცა მე ეხლა ვხვდები, რომ რამძიმე მდგომარეობაში იყვნენ ისინი. აი ესე ჩაგრავდნენ შობლებს. ამის შემდეგ ჩემო ძვირფასებო მოხდა ისე აირია ქვეყნიერება, რომ კაცი აღარ დარჩა ნოეს გარდა, მართალი კაცი, დედამიწაზე. და თან ნოეს შვილებმა ცოლად მოიყვანეს თუბალ-კაინის უბოროტესი კაცის, კაცობრიობის უბოროტესის შვილები და რა ირონია რა, ბედის ირონია რო ამბობ. ნოე და თუბალ-კაინი იყვნენ ძახლები. და თუბალ-კაინის ერთ-ერთი ქალიშვილი ცოლად მოიყვანა ჩვენმა პირველმა წინაპარმა იმან იაფეთმა, რომლის შთამომავლებიც ვარ ჩვენ. მე მახსოვს, როცა ძმათაშორის ომი დაიწყო, ერთმა სასულიერო პირი გამოვიდა და იქადაგა რა გიგვირთო კაცო, ჩვენო თუბალ-კაინის შთამომავლები ვართ. აი რა ცხოვრება. და ჩემო ძვირფასებო, შემდგომაც ესე იყო. აი მე ვამბობ, ებრაელები რატო აირჩია, იმიტომ კი არა მიკერძოენ. სხვა გზა არ ქონდა ესე ძალიან ისეთი უხეში გამოთქვა ღმერთს. იმიტომ რომ აბრაამის დროს კაცი შვილი აღარ იყო. აი რომ მოხდა ბაბილონის გოდოლი, ხო? და ბაბილონის გოდოლი რა? ერთ მხატვარს აქვს არაჩვეულები ნახატი ბაბილონის გოდოლი. ეს დამაუწყა სახელი სამწუხარო. უზარმაზარი სახლი ააშენეს, სადაც გამოცხადებული იყო ყველა კაცი იქნებოდა ყველა ქალის ქმარი და ყველა ქალი იქნებოდა ყველა კაცის ქმარი. რაც შემდეგ ლენინმა გაიგო უნდოდა და სტალინმა აკრძალა. და ესე იგი და აბრაამი იყო ერთი კაცი. თელს კაცობრიობაში აღარ იყო არავინ მორწმუნე. არა და ხომ და განხორციელებული იყო, მესია ხომ და მოსულიყო. ვისთან უნდა მოსულიყო, საიდან? აბრაამი იყო ერთადერთი, რომელმაც აი ვარსკვლავებზე ყურები და იმით მიხვდა მეცნიერი კაცი იყო, ნიუტონის არ იყო, რომ როგორ შეიძლება ერთია რომ ჭეშმარიტიო და მან შექმნაო ეს ყველაფერიო და თაყვანის ღმერთს. ერთადერთი და მასთან დაიჭირა კავშირი ღმერთთან რა სხვა გზა არ იყო. და ამის შთამომავლები იყვნენ ებრაელები. მე 400 წელი ეგვიპტეში ღმერთი ხოცი ჩაგრული ადამიანის ხარეზია ყოველთვის დაჩაგრული. ებრაელები 400 წელი დაჩაგრეს ეგვიპტელებმა, ფარაონი უსასტიკესი პიროვნება, დიდი მტარვალი, დიქტატორი. აი შრომის კოდექსი დღესაც არის ეგეთი დიქტატორი. შრომის კოდექსი ამისთვისაა საჭირო. რო ამუშავებთ საწყალს 12 საათი. და ნახეთ რა ხდება. ამიტომ ეს დაჩაგრულმა ერმა ებრაელებმა, როდესაც დაიწყეს ტირილი, იმიტომ რომ ისე აშრომებდნენ, ხო? დაჩაგრული ჩვენს გვეწოდება და ღმერთს არ შეეწოდება. ამ ქვეყნად აღარავინ არ იყო დაჩაგრული ებრაელების გარდა. და რადგან მათ ღაღადეს და ისრაელის ღმერთს თხოვეს შველა, ვისთვის უნდა მიემართა აბა, ვინ უნდა ერჩია ღმერთს? სატანისტებს სხვა ერჩიებდა ეგვიპტელებს და სხვებს, აერჩია ებრაელებს. და მისცა ებრაელებს ჯული მოსესმა. და ისინი შეძლებს დაგვარად იცავდნენ, თუმცა ისინიც უმადურები აღმოჩნდნენ და საბოლოოდ ქრისტე გააკრეს ჯვარს. ვარის ჩაიგდეს ვიდრე წამა. გამიგეთ? ამის შემდეგ ლუისუბლისის კრება ამას განმარტავს არაჩვეულებრივად. ამის შემდეგო მოეფინა 12 მოციქული მოფინაო ღმერთმა კაცობრიობას.
და ვისაც უნდა მიიღო ქრისტიანი. გამიგე? აი ესეთი ამბებია ჩემო ძვირფასებო და დღესაც ჩვენ ხედავთ, ხო შეგვიძლია ეს სინონიმები გავაგრძელოთ. ხო და ამიტომ არის რომ ძველი აღთქმა იქ ისრაელს დაეხმარება ღმერთი რო წერია, ეს არის ჩრდილი. ახალ აღთქმაში განხორციელდა ეს ყველაფერი. ისრაელი უკტავია, ეს იმას კი ანიშნავს, ძველი აღთქმის ისრაელია უკტავი. ეს ნიშნავს, ეს ჩრდილი იყო, სახე არის ქრისტე და ქრისტიანობა. უკტავია ახალი ისრაელი. დღეს უკვე ახალი ისრაელი, ებრაელი იქნება, ქართველი იქნება, რუსი იქნება, სომეხი იქნება, ყველა ვინც არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი. და უკტავია, რა თქმა უნდა, ახალი ისრაელი ჭეშმარიტი ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთი ეკლესიის წარმომადგენელი. და ესე ასევეა სინონიმი მართლმადიდებლობის ერთადერთი გზა მარადიულობისკენ. მეორე სინონიმი ამ კუთხის ამგვარი ერთადერთი გზა ბედნიერებისკენ. და მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი განცი. აი ეს არის მართლმადიდებლობა ჩემო ძვირფასი. ასე რომ მართლმადიდებლობის ზეიმი ეს უდიდესი ზეიმია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, ჩვენმა წინაპრებმა მართლმადიდებლობისთვის თავი დადეს, როგორც ილია ამბობს ხშირად მოყავს, ვინ არის ის ქვეყანა ვინ არის, ვინც დადო თავი შენზე მეტად ჩემო საქართველო, არავინ შენ ხარ მხოლოდ შენ. ისტორია ჩვენ ვიცით რომ ეს ნამდვილად ასე. თუმცა ცუდები ვართ, თუმცა შურიანები ვართ, თუმცა ერთმანეთს ხოცავდით, ძალიან ლაფსუსებია ჩვენ ისტორიაში, მაგრამ არ გვიღალატია მართლმადიდებლობის და თუ გვიღალატია ძალადობით, ხო? ის შეიძლება თურქებმა ძალადობით აჭარლები მანამდე სანამ მუსულმანებს მიაღებინებდნენ, უამრავი ხალხი მართლმადიდებლობისთვის ჩაიხოცა. დღეებიცა მოხსენიების აჭარელ წმინდანთა. ასევე ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც თურმე მე-19-18 საუკუნემდე ყოფილან მართლმადიდებლები და მერე ამიძულებით გახდნენ მუსლიმანები და ასევე ჩვენი თავადები თუ მეფეები, რომლებიც მიყავდათ სულთნებს ან შახებს, ძევლად მათი შვილები, ისინი ხდებოდნენ მუსლიმები, მაგრამ მათთვისაც ეს იყო ტრაგედია ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ჩვენ ასეთი წმენა გვაქვს. ეს არის ჩვენთვის უბედურება. და აი ასე რომ დანარჩენი ჩვენ აქამდე მოვიტანეთ და ვიღაცამ მითხრა, მეც მოვისმინე რაღაც გაყვეთ, მაგრამ უფრო დაზუსტებით მითხრა, რომ ერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, რომ საქართველოს ისტორიას ვინც წაიკითხავსო, ღმერთს იწამებს თუ არ წამს ღმერთი. იმიტომ რომ შეუძლებელია აი ამ გარემოში, ხო, ჩრდილოეთ სულ მუსლიმები არიან, ხო? ჩრდილოეთი, აქეთ თურქეთი, იქით ირანი, იქით აზერბაიჯანი, აქეთ რა უყველდა და ახლა ამათ გარდა ჩვენ უკვე ამერიკაც კი პტრობდა და ევროკავშირიც პტრობდა და მთელი ამბები რა. დავჭით რაღაცებს მარტო. მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს კაიძურები, მადლობა ღმერთს. იმას კი არ ვამბობ, ხო ტრამპი ის არის დიდი ქრისტიანი და რაღაცა, მაგრამ გაუგებარია ეს კაცის ჩვენთვის, მაგრამ კარგი ის არის, ჩემო ძვირფასებო, კარგი ის არის, რომ ჩვენ რასაც ვამბობთ და ამისთვის დაგწინოდნენ ზოგიერთი ჩამორჩენილებს გვიპასუხებ და 65% ამერიკელების ესეთი აზრის ყოფილა ამ LGBT-ობაზე და ასე შემდეგ და ასე. ეს სასიხარულოა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორ მარტო ის უნდა გიხაროდეს, რომ ჩვენ ვართ ასეთი, როგორი სიხარულია, რომ თურმე ამერიკაშიც ყოფია. ეს ახლა რაღაცნაირად შეიძლება ფანდიც არის, რომ მიუშვეს, ხო იცი, მიუშვეს, იმიტომ რომ ამერიკა, სინამდვილეში ამერიკა არის, არა მართლმადიდებლური, თუმცა მართლმადიდებლებიც არიან გარკვეული ნაწილი, მაგრამ კათოლიკური და პროტესტანტული სამყაროსგან შედგება ამერიკა. ამიტომ ქრისტიანული ინდიელები მათში არის გამჯდარია ძვალბილში. ამიტომ მათთვის უცხო იყო ეს ყველაფერი. ეთქობა პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ ადრე თუ გვიან დიდი აჯანყება დაიწყება, ამას აღარ მოითმეთ ახლა, არც კათოლიკური სამყარო, არც პროტესტანტული სამყარო, რაც იქ ხდებოდა. როგორც ჩვენ არ ვითმენთ, ხო, რომ უნდათ აქ თავზე დაჯდო.
და არ მოვითმინეთ ეს და გამოვიდი ესე და ეთყობა ეხა მაგრამ ნუ ჩვენთვის კაი ამბები ხდება ჩემო ძვირფასებო და აი მე ჩემო ძვირფასებო დღეს იქ ვზივარ აი ასეთი წარმოდგენა მაქვს ასეთი შინაგანი განწყობა მაქვს რომ ყოველთვის როცა მართლმადიდებლობის ზეიმია მე რუისის კრებაზე ვზივარ ჩემო ძვირფასებო იქ არის ჩემი სული იქ არის ჩემი გული და ჩემი გონება და ნახეთ ეხა ჩემო ძვირფასებო რა ხდება ერთ-ერთი წამყვანი ამ კრების არის არსენ იყავთველი უდიდესი წმინდა მამა უნიჭიერესი წმინდა მამა ჩვენ მისი ორიგინალური არაფერი გვაქვს შემორჩენილი გარდა შექება დავით მეფისა დავით აღმაშენებელისა და მე წაკითხული მაქვს ეს შექება რა ახლა ამას დაწვრილებით აღარ წავიკითხავ რუისის კრებას ესე ამთავრებს წამყვანი და სპიკერი იყო როგორც ეთყობა არსენ იყავთველი ამთავრებს დავით მეფის ქებით იმიტომ რომ რუისის კრება მოაწყო დავით მეფე ჩემო ძვირფასებო აღმაშენებელი და მას ადარებს რომ ის არის ერთგვამოვანები უწყინალესი თვალი მსოფლიოს მეფეთა შორის მე ხარ მარტო იმას წავიკითხავ ხა აღარ ჩამოვთვლი საჩინოს უწოდებს, ბრწყინვალეს უწოდებს, ეთერს უწოდებს, ნათლისფერს უწოდებს, ტკბილს, ცისკროვანს, ელბარეს, ღვთისახეს, სასურველს როგორც ოქრო წიაღისეულთა შორის, შვენიერს უწოდებს, მაღალს უწოდებს, აღმატებულს უწოდებს, ან მარტო აღმაშენებელი არის ნახე რა შექება. ძლიერს, როგორც ლომს მხედრთა შორის, მტკიცეს სახელგანთქმულს, როგორც გმირთა შორის, როგორც ალექსანდრე მაკედონელი. ახოვას, კეთილმოსწრაფეს ფონეს, მხნეს, უძლებელს, როგორც აქილევს, ბრძენს, მშვიდს, შურისმაციებელს, იოსია მეფისში ადარებს, უშიშავს ვითარცა უხორცობს, სამფლობელოთა გამადიდებელს, როგორც ავგუსტოს კეისარი, კაცმოყარეს, როგორც იესო ღმერთთა შორის ტკბილი, ხურვალე, როგორც პეტრე მოციქული, საყვარელი, როგორც იოანე მეგობართა შორის ქრისტესიო, მკვირცხლი, როგორც პავლე მოციქული, ქრისტიანობის სახის დასაწყისის დამდენი, როგორც დიდი კონსტანტინე კეთილმსახურებისა თვითმფრობელთა შორის და არავიწყდება, რა თქმა უნდა, ქართველი წარმოშობის იმპერატორი თეოდოს დიდი, სიმტკიცე როგორც თეოდოს სკიპტრის მყრობელთა შორის. და მე მიმართავს მოისვენებს და დაცხრება ამით ბოროტების სულთან დევნელი დავითიანის სული, დავით აღმაშენებლის დევნელი. ესე იგი, ქრისტეს ეკლესიაზე ბოროტების წინააღმდეგ დაუცხრომელი სული, წარმომადგენლები, ნამდვილი წარმომადგენლები. და ნახეთ როგორ თავდება რა სასწაულად ჩემო ძვირფასებო. ის ამბობს, რომ თელმა სიმრავლე მოიხარა თავი. და როგორც ზოგი ღვთის სახის უდელმთავრობის გზით ჩვენთვის მახლობელი იქნა ღმერთს. ესე იგი მოვიდნენ უდელმთავრებიო, პატიოსანი უდელმთავრებიო, რომლებიც სათნო იყო ღმერთსო. ზოგი შვენიერი მეუხლებით შეესაკუთრა, შეუერთდა დამბადებას. ზოგსთან მოაქვს კნესა აქარიო ბერებიო, რომლებიც აი სულ კნესიანი თავის წოდების გამო და აი ამ ესე იგი მგლოვარეთა დასი არის. სხვებს ცრემლად დნობა, ზოგს ღარის მქონე ზოგს ღამე მღვიძარების არიანო ბერები, რომელიც არ უძინიან რუისის კრებას აღწერს. სხვებს ხმელს არაცელზე წოლა ეთყობოდათ იმათ, ვინც ხმელს არაცელზე წვებოდა, აი ესეთებიც მოვიდნენ. ერთნი არაფრის მქონენი არის. კეისარს ყველაფერი ღმერთს მხოლოდ ხორცი ისიც მახვით გალეული. ეხლა საინტერესო, რომელიც ჩვენ
უფრო სასულიერო პირებს ეხება, ეპისკოპოსებს ნამდვილებს, სხვას თან მოაქვს სიტყვა, ანუ ქადაგება, რომელიც თუმცა დაბალია და უბრალო, მაგრამ არ არის მოკლებული ჰარმონიულობას და მუსიკალობას, სმენის მიმზიდველს საყოფა. ძვირფასო მეგობრებო, მრევლო ესეთი შეფასება არ იფიქროთ, რომ იქ რაღაც დაბალი დონის ქადაგებებია. აქ ერთი კაი რამე ჩანს, ეს ქადაგებები იწერებოდა და ჩვენ გქონდა ეს, მაგრამ დაიკარგა ამ შემოსევები. წარმოიდგინეთ ეს ქადაგებები, ეს ჰომილიები იწერებოდა და ზოგს მოაქვს სიტყვაო, ამით ამაღლებს არსენი, რომ აი უტოლებს იმას, რომ ქადაგების წერალმე ის ქადაგების, რომელიც მრევლამდე მოდის, ტოლია იმ ღვიძარების, იმ ბერების, იმ რაც ჩამოთვლილი. გამიგე? არ არის იმაზე ნაკლები. და თუმცა ზოგიო უბრალოდი არიანო, მაგრამ ნახეთ, ჰარმონიულობას არ არის და მუსიკალობას მოკლებული. ჩემო ძვირფასებო, არსენ იყალთველი მხატვრობაში რო გადავიტანოთ ახლა, რო მხატვრობაში. ეს ნაკლოვანება კი არა, რასაც ამბობს პირიქით, დიდი განდიდება იმ დროინდელი ქადაგებელების ასე რომ აფასებს არსენ იყალთველი, იმიტომ რომ თუ გადავიყვანთ ახლა ესეთი უბრალო შედარება, შეიძლება უხეში მოვიყვანოთ, არსენ იყალთველი, რომელიც გენიალური წერალი იყო, გენიალური ქადაგებელი იყო, მოვიყვანთ ჩვენ და შევადარებთ მხატვრობაში და ქადაგებაში მიქელანჯელოს. წარმოიდგინე ახლა რომ მიქელანჯელო ვიღაც სხვებზე რომ ლაპარაკობდეს და აფასებდეს ისე როგორც ამაში აფასა. გამიგეთ? ესე იგი სასწაული უბადლო ქადაგებლები ყავდა. გამიგეთ? რადგან არსენ დიდმა შეაფასა რომ არ არის მოკლებული ჰარმონიულობას და მუსიკალობას. რა შოშია ქადაგება და ჰარმონიულობა და მუსიკალობა? ეს იმიტომ ჩემი ძვირფასებია. ქადაგება ეს არის ჰომილია, ეს არის ლიტერატურის ერთ-ერთი დარგი, ძალიან ისეთი ძლიერი დარგი. წერალია ყოველი მღვდელი. ეხლა მეტნაკლებად კაი წერალია თუ ცუდი წერალია, ეს სხვა თემა. ყველა მღვდელი წერალია, იმიტომ რომ მღვდელი წარმოთქვას ქადაგებებს. ქადაგება, ანუ ჰომილია არის ლიტერატურის ერთ-ერთი დარგი, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი, ჩემო ძვირფასებია. ამიტომ რა თქმა უნდა, წერლობას ჭირდება მუსიკალურობა და ჰარმონიულობა. და ბოლოს აი ესე ამთავრებს დავით წინასწისა არსენ იყალთველი ჩემო ძვირფასებია. და აი ჩვენო ხედავთ ორმის უდნისის ამ მართლმადიდებლობის ზეიმს და იხსენიებს, აგერ მოიხსენია უპირველეს ყოვლისა დავით აღმაშენებელი, მეორეს იხსენიებს, ხო, გამორჩა დასაწყისში იხსენიებს იოანე კათალიკოსს, რომელიც იმ დროს კათალიკოს პატრიარქია მთელი საქართველოსი. და იხსენიებს მეორე მოსეს და სამოელს უწოდებს მას, ისეთი წმინდა კაცი იყო. სხვათა შორის იოანე კათალიკოსი, რომელიც რუისუბნისის კრების მოთავე იყო შესანიშნავი კომპოზიტორი თანამედროვეობით რო თქვა, სამწუხაროდ ის გალობების დაკარგულია და შესანიშნავი ჰიმნოგრაფი. ამის შემდეგ მოიხსენიებს დავით აღმაშენებელს, რომლის მთლიანად დამსახურება იყო რუისუბნისის კრება. ამის შემდეგ მოიხსენიებს კეთილ მსახურს, ღვთისდაცურს, მეფეთა მეფეს, მთელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კეისარს, გიორგის, ანუ დავით აღმაშენებლის მამას. ჯერ დავით აღმაშენებელს, ასე ვთქვათ, რეგალიად მარტო ისე ყოფოდა, რომ მამა იყო დავით აღმაშენებლის. გიორგის რეგალიად ის ეყოფოდა დავით აღმაშენებლის მამა რო იყო, მაგრამ აქ მოიხსენიებს მას როგორც ტიტულოვას აღმოსავლეთის და დასავლეთის ეს ტიტული მიანიჭა იმპერატორმა. იმპერატორის შემდეგ პირველი კაცი იყო დავით აღმაშენებლის მამა გიორგი მეორე, ჩემო ძვირფასებია. და მაინც ღირსეულად მოიხსენებს, იმიტომ რომ მან გადასცა სკიპრა დავით აღმაშენებლის 16 წლის კაცს, რადგან გიორგი ჭყონდიდელმა როგორც წინასწარმეტყველმა უთხრა, რომ მიეცი მოდის დრო გამარჯვებების დიდიო და შეიძლება გადაცეოდა რომ დაუჯერა, ჯერ ამიტომ იყო ღირსეული და მე რომ გადასცა. შემდეგ მოიხსენიებს
კეთილმსახურ ჩვენი დედოფლის ავგუსტას იმპერატრიცა ეს მე დავამატე ავგუსტა იმპერატრიცა მართა მარიამი მრავალი იყვნენ წელი მართა მარიამი ჩემი ძვირფასებო ეს იყო ქართველი ქალი რომელიც იყო სამგზის დედოფალი ბიზანტიის სამ იმპერატორის ცოლს სამგზის დედოფალი და აი ამ დღეს ჩამოვიდა რუისუბნისის კრებას ესწრებოდა უდიდესი დამსახურება ხორას ტაძარი მისი აშენება შემდეგ იხსენიებს არსენ იყალთველი შემდეგ გარდაცვლილი დედოფალს იხსენიებს და საუკუნო იყოს ხსენება შემდეგ იხსენიებს კათოლიკოს პატრიარქს რომელიც დასაწყისში ვახსენე იოანეს შემდეგ წმინდა შემდეგ გარდაცვლილებს ღირსეულ მამებს იხსენიებს მათ შორის გიორგი მთაწმინდეს ეფთიმე მთაწმინდეს იოანე მთაწმინდეს ჩვენი ღირსეული მეფის ამკრების თვალად ცნობილს წიგნობად უხუცეს გიორგი მონაზვნის ჭყონდიდელის მრავალი იყვნენ წელი ყველა მართლმადიდებელი კურთხეული იყოს ყველა წვალებელი ჩვენი წმენით ესია და ახლა ეს არ იქნება რაღაცა უხეში ყველა არამართლმადიდებელის დასასრული ჩვენი რწმენი არის დასასრული ჯოჯოხეთის და სამწუხ მაგრამ აი აქ ისეთ კარგად არის წარმოჩენილი ყველა მართლმადიდებელის მეტის საუკუნო ხსენება სანაკლელი კათოლიკოსების ნეტარი მდელთავრების ყველა მართლმადიდებელი კურთხეული იყოს ყველა მართლმადიდებელის წელი მრავალი იყოს ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნოდ იყოს აი ესე მთავრდება ჩემო ძვირფასებო რუისუბნისის კრება და აქ არის ერთი რითაც აი სიტყვა იწყება დასაწყისში ეს მოვაქციე ბოლოში რომ მინდა აი რუისუბნისის კრება სადაც რომელშიც ესწრება აი ესეთი საოცარი ხალხი იოანე კათალიკოსი მოსე წოდებული და სამუელად წოდებული დავით აღმაშენებელი გიორგი ჭყონდიდელი ისა გიორგი იხსენიებენ გიორგი მთაწმინდელის ხსენებას ეფთიმესი იხსენებენ გარდაცვლილებს როგორც ერთ კრებულს გამიგე და აი მართა დედოფალი გიორგი კეისარი აღმოსავლეთისა და მამა ესე იგი მეფე დავით აღმაშენებელისა თვითონ არსენ იყალთველი წარმოიდგინე რა კრებულია და აი ეს კრებული ადგეს ზოგადად რა ხალხი იყო ხო მოყვებით ქართველთა უბიწო სარწმუნოებას რაიმე ბიძი არ შეხება ეს ღმერთმან უქნას არ გეცრუებით შენ ჩვენი სიწმიდით მშობელო წმინდაო კათოლიკე ეკლესიაო არცა გაგცემ ჩვენო სიამაყე მართლმადიდებლობა რომლისთვისაც არასოდეს გვიღალატნია რაც მისი შეცნობის ღირსი გავხდით და ვისი მოწმეც ჭეშმარიტება აი ჩემო ძვირფასებო ის გაუნათლებელი ხალხი რომლებიც ამბობენ მართლმადიდებლობა ეს რუსულია წარმოიდგინე ჩვენ მოდის მივიღეთ მართლმადიდებლობა ეს უვიცები ხმერთან მოაქციო ისინი მე თქვენ არ გაგიკვირდეთ ჩემო ძვირფასებო რომ იმაში რაღაც ვითომ სასაცილო იმაში კომედიური იმაში ტიკტოკებში დებენ სასულიერო პირებს პატრიარქს მეუფე შიოს მეუფე ნიკოლოს მამა იმას ეკელიას მამა შალვას და სტეფანეს მეუფეს და რა ბედნიერება რომ მათ შორის მეც ვარ ჩემს მაგრამ მე მინდა ერთი და მახსნა იმიტომ რომ ბავშვები არიან რამე რო არიფიქრო სრული კრახი სრული გაუნათლებლობა სრული უვიცობა ხო გახსოვთ მე რო თქვი რომ დავით აღმაშენის დავით წინასწარმეტყველი ბაბუარი მეთქი იესო ქრისტესიო და ნუ გაუნათლებლობა სახარება რომ საერთოდ წაკითხულზე არ არის დასაწყისიც რო აწაუბეთ და დამცინეს რო ნახეო და მე პასუხი გავიცემ მხოლოდ ორი სიტყვით სამი სიტყვით უფრო სწორად
მათეს სახარების დასაწყისში შობა თუ 4 სიტყვით შობა იესო ქრისტესი ძისა დავითის იდაბეზე მე იყო კიდე ხო ერთი ესეთი რამ თქვი რომ ეს ხო საბიდებელია ჩემო ძვირფასო დოგმატი თქვი ნამდვილი ქრისტიანული დოგმატი რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და ყველა ადამიანის შექმნამდე გვიცნობდა ჩვენ ეს დოგმატია ქრისტიანული და მე ვთქვი რომ აქედან გამომდინარე რა ბედნიერები ვართ გესმით მეტყვი რომ ღმერთი მე ადამიანის შექმნამდე მიცნობდა მე ჩემ მეუღლეს ჩემ შვილებს ჩემში იმგენა გამოიტანეს ეგრე თუ რაღაც სისულელს ვაპარაკე გამიგე ანდა ნუ კიდე სხვა რასაც იოანე ოქროპირის სიტყვებს ვამბობ და რატომ ხდება იქ განსაკუთრებით ახალგაზრდა წარმართებისთვის ანუ არა ქრისტიანებისთვის ქრისტიანობა არის სისულელი ჩემო ძვირფას გამიგე სისულელი ეს ბუნებრივია ხა მათთვის სისულელია ჩვენთვის ჭეშმარიტება და მე მინდა ამით დავასრულო ჩემო ძვირფასებო დღეს თქვენი ციფრა არეული დროა და ბჟეზინსკი გახსოვთ აი მართლმადიდებლობის დღესასწაული ბჟეზინსკი ეს ერთ-ერთი ანტიქრისტიანი საწყალი უკვე მოხდა და ახალი წესრიგი უნდა დავამყაროთ და სადამყარებს ეხა ახალ წესრიგს ეს საკითხავია ქრისტესთან რა სიტყვის და მაცხოვს რა შეუძლება და ამბობდა რომ მართლმადიდებლობა ჩვენი პირველი მტერია რატო იმიტომ რომ იციან ერთადერთი ანტიქრისტიანების და სატანის მტერი ეს არის ღმერთი და ქრისტეს ეკლესია და მისი მემდევრები ჩვენ ამიტომ ისინი წუხან როცა დიოკლეტიანემ ბრძანა რომ აღევლინა ღმერთებისადმი ქურუმებს უთხრა ლოცვა სენატში ბევრი ქრისტიანი იყო უკვე და ისინი პიჯვარს სახავდნენ თურმე როცა ქურუმები ლოცულობდნენ და რას გეტყვითო ღმერთებიო და ვერაფერს ვერ გეუბნებიანო და ერთმა თქვა ძლიერმა ქურმა თქვა მე მითხრაო ნუ ერთ-ერთმა ეშმაკმა ესე იგი უთხრა რომ აქო ქრისტიანები არიან ჯვარს სახავენ და ამიტომ ჩვენ უძალო ვართო და აი მე ბრძანა რომ ყველა ქრისტიანი ვინც არ ესე იგი თაყვანს სცემდა კერპებს მოეკლა ასე რომ იციან ეს ძალა რა ძალა ქრისტიანობა ამიტომ არის დღეს უპირისპირდებიან და იცით რა ევროპარლამენტში ზაფხულში მე მგონი ჩატარდა გამოფენა საშინელება ჩემო ძვირფასებო საშინელება გეები ლესბიянკები ეხვეოდნენ როგორ მიჭირს ამის თქმა გახსოვთ ეს ჩატარდა ჯვარცლუ ქრისტეს სექსუალური ისენი და ეს ჩატარდა დელეფაში ევროკავშირის დელეფაში და ეს საერთოდ არ ჯდება არანაირი ევროპული არა იქ სატანისტები ზიან ჩემო ძვირ ჩაიგდეს ხელში მაგრამ იქნებ განიწმინდოს ეხა მოხდა სასწაული აბა როგორ შეიძლება ევროპა და ეს რაც მე ვთქვი იმიტომ რომ ევროპა თუმცა გადახრილი კათოლიკური კუთხითაც ხო ქრისტეს ადიდებდა ჯოტოდან დაწყებული წარმოიდგინეთ რავი ბოლომდე აგერ 19 საუკუნის ჩათვლით მე-20 საუკუნის დასაწყისშიც და ეხლაც იქ ბევრია რა თქმა უნდა ქრისტეს მიმდევრები აი ესეთი მდგომარეობა იბრძვის ეშმაკი რა თქმა უნდა ეს დაპირისპირება იქნება საბოლოოდ იქნება დიდი არმაგედონი ალბათ ეს იქნება მესამე მსოფლიო ომი როცა ანტიქრისტე მოვა იმიტომ რომ რომელი ნორმალური დაიწყებს ამ ომს ჩემო ძვირფასებო ისეთებიც კი როგორც საზისხრები დღეს ვისაც ხედავთ ავია ისინიც ვერ დაიწყებენ ამას ეს ერთადერთი დაიწყებს სატანის ძალის ანუ ანტიქრისტეს რო ეკნება ძალა მთლიანი სატანის და არც ერთი კაციშვილი არ ეყარება მას აი ის გასცემს როგორც ეთქობა ბრძანებას ამ ატომური ომის და დაიწყება ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენ მაცხოვარმა გაგვაფრთხილა წინასწარ ნუ გეშინია მცირესა მაგას სამწყოს და მამების განმარტებით არამც თუ საშიში არ იქნება ნუ ახლა იქნება რა თქმა უნდა ატომური ომი რა იქნება მაგრამ თუ მობილიზდები მაშინ ისეთი შეწევნა იქნება ქრისტეს აი ამ ხალხზე ვინც ანტიქრისტეს ბეჭედს არ მიიღებს და არცებს დაფას რომ არ ყოფილა არასოდეს არც ძველ მამებთან და არავისთან
ისეთი შეწევნა იქნება ქრისტიანებს ჩვენთან აბა ეხლა მრავალჟამიერი ხო მრავალჟამიერი ეს ლექსი